მინდა ინფორმაციად მოგაწოდოთ იმ საკითხზე, რომელიც ამ დღეებში მჭიდროდ დაუკავშირდა ავღანეთის გატრიალებულ ტრაგედიას. ეს ვიდეო რგოლები, რომელიც გავრცელდა მედია საშუალებებით. მე დღეს დილითაც ჰქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ვინ გაავრცელა, ვინ დაამზადა ეს ვიდეო მასალა, რა მიზნით, რა ამოცანებს ემსახურებოდა ეს მოვლენა. გამოძიება მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. საქმეში არიან ჩართული იმ ქვეყნების სათანადო უწყებები, რომლებსაც სამწუხაროდ დიდარი გამოცდილება აქვს ტერორისტთა ბრძოლის და ზოგადად მსგავს თემებთან გამკლავების. როგორც მინისტრმა ბრძანა, არის წინსვლა გამოძიების პროცესში, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ არის ჩათვლილი მიზანშეწონილად. ცხადია, ჩვენ პარლამენტი დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და რეგულარულად გვექნება კონტაქტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვინაიდან მსგავსი მოვლენები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელად, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის და ვისგანაც არ უნდა იყოს ეს გაკეთებული. ამასობაში მაქვს ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა ზომაა მიღებული და რაიმე პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს. ყველა უწყება, ყველა ქვედანაყოფი განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობს და მცირე მინიშნებაზეც კი ხისიერი რეაგირებაა დაგეგმილი. ჩვენი დასკვნებით როგორც ჩანს ეწინააღმდეგება ეს ვიდეოები არამატო არტისტული, არამედ ძალიან დიდი ალბათობით დამზადებულია საქართველოში და ასევე ჩვენი მოსაზრებით ის იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული პოლიტიკური დატვირთვის შემცველია, შესაძლოა იყოს საქართველოში მოქმედი საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ან შეთანხმებით ან მათი გაკვეთით დამზადებული. ფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ ვითარებაში შეიძლება წააწყდეს სერიოზულ დამხმარებას და პრობლემას და ამის გამო ობიექტურობის დადგენის მიზნით შემოვიდივარ წინადადებით, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ საქმეში და ჩამოაყალიბოთ დროებითი საკანონმდებლო კომისია. პარლამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ კომიტეტი დაახლოებით, რომელთაც გამოძიება მიმდინარეობს და არ შეიძლება ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი გახდეს. დაახლოებით ჩავატაროთ კომიტეტის და მოვიწვიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ის პირები, რომლებიც ასე ჩართული არიან ამ გამოძიებაში და მივიღოთ ინფორმაცია. ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ მე ხმარად დაწმებული მეცნიერის კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და როგორც ასე გამოძიება აჩვენებს საკითხის მალე მოეფინება სინათლე, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში პირველ რიგში დავაცავთ გამოძიებას, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტექნიკური საკითხები, რომელშიც საგამოძიებო კომისიის შექმნით ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ვერავის ვერ გამოვკითხავთ და ვერ მივიღებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც გავიყვანს რაიმე შედეგზე, ამიტომ მივცეთ საშუალება, რომ ამ სპეციალისტებმა, მათ შორის უცხოელმა ექსპერტებმა იმუშაოთ. ამის შემდგომ ჩვენ ვიჩვენებთ, რომ ინფორმაცია არასაკმარისია, თქვენი წინადადებას გავიზიარებთ. საგამოძიებო კომისიას თუ მოითხოვთ, კი ბატონო, და ვიმსჯელოთ ამაზე. ბატონო სესიაშვილის წინადადება კომიტეტის გათხოვისდომაზე იქნეს ეს საკითხი მოსვენილი თანამდებობის პირების მოწვევით. მე მგონი ცუდი არ იქნება და უფრო და დავაწყოთ და ვიმუშაოთ იმ მეთოდებით და იმ საშუალებებით, რომელიც პარლამენტის ხელშია და რომელიც ხელს არ შეუშლის